ნახეთ. ესე იგი ასეთი კვადრატები უნდა გავაკეთოთ. ესე იგი ჩვენ while-ი გავიარეთ ახლა და ამიტომ while-ი უნდა გამოვიყენოთ. იგი უნდა შევქმნათ ცვლადი. თავიდან კვადრატის სიგრძე უნდა იყოს 50 პიქსელი, ყოველ ჯერზე ეს კვადრატი უნდა გაიზარდოს 50-ით და სანამ არ გახდება 400 სტოლი, მანამდე გააკეთოს და გააკეთოს. კარგი, მოდი ჯერ დავიწყოთ speed-ი მივუთითოთ, speed და მოდი იყოს 10 და მერე გავხადოთ 0 უკვე. შემდეგ ცვლადი შევქმნათ და ცვლადი, ესე იგი 400 პიქსელამდე უნდა გავზარდოთ და თავიდან უნდა იყოს 50 პიქსელის მქონე და 350 უნდა იყოს ბოლო კვადრატის სიგრძე, ანუ 350 პიქსელი უნდა იყოს ბოლო კვადრატის სიგრძე, ანუ ამისი, ხო? და გარეთ ვიცით, რომ 400 არის კანვასის გვერდები. კარგი, თავიდან ცვლადი შევქმნათ მაგალითად length, რომელიც იქნება 50 სტოლი. და კვადრატებს შორის მანძილი უნდა იყოს 25 პიქსელი, ანუ დისტანცია. შევქმნათ ისევ ცვლადი. უდრის 25-ს, ჩამოვედით ქვევით. ახლა დავიწყეთ კვადრატის შექმნა, რომ დავიწყოთ. კუ უნდა მოვიყვანოთ კვადრატის კუთხეში, აი აქ. მერე აქ რომ დახატავს, ისევ ჩამოვიდეს აქ. აქ რომ დახატავს, ჩამოვიდეს აქ, აქ რომ დახატავს, ჩამოვიდეს აქ და ასე შემდეგ დიაგონალებზე წავიდეს, ხო? ამისათვის ჩვენ მოდი შევქმნათ ფუნქცია define და რა დავარქვათ? ნუ გადახტომა დავარქვათ, ხო? jump ორ წერტილი enter და რას უნდა აკეთებდეს ახლა, ხო? ვიცით ჩვენ რომ კუ არის ცენტრში. უნდა მოვიყვანოთ ქვევით და მარცხნივ, ხო? ამისათვის პირველ რიგში კალამი უნდა ავიღოთ pen up აუცილებლად. შემდეგ უკან დავაბრუნოთ backward-ით. და რამდენით უნდა დავაბრუნოთ უკან? შეხედეთ, აი აქ უნდა წამოვიდეს 25-ით. მერე ჩამოვიდეს ქვევით და მოვიდეს ამ პოზიციაზე, ხო? აქ შეგვიძლია პირდაპირ ჩავწეროთ დავბრუნდი უკან 25, მაგრამ აქ უკვე ცვლადი შექმნილი გვაქვს და პირდაპირ დისტანცია გადმოვიტანოთ აქ. ანუ გავუშვათ, აი აქედან, ნახეთ კუ ხო გამოჩნდა, აქედან ახლა წავა 25 პიქსელით უკან. ნუ ჯერჯერობით არ წავიდა, იმიტომ რომ ჩვენ ფუნქცია გვაქვს შექმნილი მხოლოდ და არ გვაქვს გამოძახებული. კუ წავა 25 პიქსელით უკან და შემდეგ უნდა ჩამოვიყვანოთ ქვევით. ანუ აქ უკვე უნდა მოვაბრუნოთ მარჯვნივ 90 გრადუსით. შემდეგ წინ უნდა წავიყვანოთ ისევ დისტანციით. აი აქ რომ არის ხომ წამოვიდა მარცხნივ 25 პიქსელით, ქვევით უნდა ჩამოვიდეს 25 პიქსელით. ერთ კვადრატს რომ დახატავს აქ, მერე ისევ მარცხნივ უნდა წამოვიდეს და ქვევით უნდა ჩამოვიდეს. კიდე მეორე კვადრატს რომ დახატავს მარცხნივ ქვევით. და ამ jumps გავიმეორებთ მერე ყოველთვის. მოდი გამოვიძახოთ jump-ი და უკეთესად დაინახავთ. გავუშვათ, აი წამოვიდა უკან, მობრუნდა, ჩამოვიდა ქვევით. ახლა უნდა მობრუნდეს მარცხნივ left-ი 90 გრადუსით და აუცილებლად pen up-ი გვაქვს აქ ნათქვამი და ბოლოს კალამიც უნდა დავადებინოთ, ანუ pen down-ი. გავუშვით და აი მოვედით აქ. ახლა უნდა დახატოს ერთი კვადრატი. ჩვენ ამისათვის კარგი იქნება თუ შევქმნით ფუნქციას. ფუნქციას დავარქვათ მაგალითად კვადრატ square და ფუნქცია შევქმნათ აი აქ. ოღონდ shift tab-ით დავწიეთ უკან. ან შეგიძლიათ აქაც შევქმნათ, არა აქვს მნიშვნელობა. define square გადავედით გვერდით ორ წერტილი enter. ახლა რა უნდა გააკეთოს? კვადრატის შექმნა ჩვენ წინა დავალებებში გავლილი გვაქვს კვადრატის დახატვა. მაგრამ კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ ესე იგი კვადრატს ხომ აქვს 4 გვერდი, 4 გვერდი ერთნაირი სიგრძის აქვს და 4 კუთხე აქვს, ანუ 4-ვე კუთხეს ერთი და იგივე ზომის აქვს, 90 გრადუსიანი. ესე იგი 4-ჯერ უნდა გავიმეოროთ ჩვენ
წინ გადაადგილება და მარცხნივ მომბრუნება. ამიტომ თუ გამეორება გვსურს, ამისათვის ვიყენებთ for I in range. აქ ჩავწერთ 4-ს, გადავართ გვერდით 2 წერტილი და enter. და რას ვაკეთებთ 4-ჯერ? წინ წასვლას და მარცხნივ მომბრუნებას. აი აქ დავუკვირდით, როდესაც ფუნქცია შეიქმნა 2 წერტილი ხომ დაიწერა, აქ შემოვედით 1 ტაბით მარჯვნივ. აქ for loop-ი შეიქმნა და აქაც 1 ტაბით მარჯვნივ შემოვედით. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ესე იგი forward რამდენით უნდა წავიდეს წინ, აი ეს უნდა დავუკვირდეთ ახლა. თავიდან უნდა იყოს 50, ხო? მაგრამ შემდეგ უნდა გაიზარდოს ეს 50. ამიტომ ჩვენ აქ 50 ადგილზე უნდა ჩავწეროთ აი ეს length-ი, ხო? და ანუ წავიდეს წინ 50 პიქსელით და მომბრუნდეს მარცხნივ left 90. გავუშვით და აი 1 კვადრატი დახატა. აი თუ ამას არ გავაკეთებდით, აი ამ მარცხნივ მომბრუნებას ვნახოთ, ამას დავაკომენტარებ ახლა. ნახეთ 50 პიქსელით წავა წინ 4-ჯერ, ანუ სულ წავა წინ 200 პიქსელით. ეს მოვშალეთ, აქ გავაკეთეთ 1 კვადრატი და ახლა აქედან აქ უნდა ჩამოვიდეს. ესე იგი ჩვენ ეს კვადრატის დახატვა უნდა გავიმეოროთ ბევრჯერ. სანამ length, ანუ სიგრძე ნაკლები იქნება 400-ზე, ან ნაკლებია ტოლია 350-ზე. ესე იგი აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია ეს ჩავსვათ while loop-ში. while და პირობა რა გვაქვს? length-ი ნაკლებია ტოლია 350-ზე, მანამდე გააკეთე ესენი. ანუ ესენი უნდა მოვნიშნოთ, ტაბით გავწიოთ, მაგრამ აუცილებლად აქ კიდევ უნდა დავწეროთ რაღაც. რა უნდა დავწეროთ? სიგრძე უნდა გავზარდოთ ყოველ ჯერზე 50 პიქსელით. თუ ამას აქ არ დავწერთ, მაშინ ჩაიციკლება. მოდი გავუშვათ. ჩაიციკლა და სადღაც მიდის და უსასრულოდ წავა და საბოლოოდ შემდეგ მაუსის და კომპიუტერის გაჭედავს. იმიტომ რომ სიგრძეს არ ვზრდით და კვადრატები მიდის მარცხნივ უსასრულოდ. სიგრძე უნდა გავზარდოთ ახლა, რომ სადღაც while-მა დაასრულოს მოქმედება და სად უნდა დაასრულოს, როდესაც length-ი, ანუ სიგრძე იქნება 350-ის ტოლი, ანუ როგორ ვწერთ მაგას? length წინა დავალებაში იყო ასე უდრის დამატებული 50. აი ასე იყო წინა დავალებაში. მაგრამ ამას შემოკლებითაც წერენ length აი ასე პლუს უდრის 50. ერთი და იგივეა, ანუ ერთი სიტყვით ნაკლებს ვწერთ. ანუ ეს ნიშნავს იგივეს, რაც წეღან მეწერა. კარგი, წესით უნდა ჩაგვეთვალოს, ჩეკ კი ბატონო გვითვლის, submit continuous დავაჭიროთ, გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე.